All right, ladies and gentlemen, if you're ready, let me begin the show. This is the first bout of the evening. Out of the blue corner, please welcome Karen Grigorian. ძალიან მაგარი მოთაბრძოლების საღამო, სადაც შეხვდებიან MMA-ს და პრივის წესების გვარდიები. ორი მიმართულება გვექნება დღეს. ეხლა რინგზე ველოდებით არგანაშვილი versus გრიგორიან. სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა კლუბს წარმოადგენენ. And his opponent out of the red corner. Please welcome არგანაშვილი წარმოადგენს საქართველოს, ხედავთ გრიგორიანი წარმოადგენს სომხეთს. ბრძოლა ჩატარდება 3 რაუნდის ფორმატში MMA-ის წესით. ბოდიში კორექტირება, ბრძოლა ჩატარდება მუაიტაის წესებით. ჩვენ ვხედავთ, რომ არგანაშვილს წონა აქვს ჩაბარებული 79 და 800, ხოლო გრიგორიანს 70 და 300. ეს ბრძოლა იქნება მუაიტაის წესებით. ვნახოთ, საინტერესო ბრძოლას გვყიდებოდნენ მებრძოლები და ვნახოთ რა იქნება. ველოდებით სპორტსმენების გამოსვლას რეფერი ეხლა რეფერი არის მზად სპორტსმენს გამოსვლის წინ აუცილებლად უმოწმებენ კაპს, ნიჟარას და ასევე ვაზელინი იმისთვის რომ იყოს დაცული სეჩკებისგან თვალების და რინგზე რეფერი არის დავით ჯავახია, რომელიც ასევე არის წარმატებული წარსულში წარმატებული კიკბოქსიორი, მუაიტაის მებრძოლი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლაში. საერთოდ რეფერის და მის გამოცდილებას და მის პროფესიონალიზმს. დაკეთებული 100%. ჩემი აზრით რეფერის ხშირად მიხავს ბრძოლას და ბრძოლას თორმეტ. And weighs in 171 centimeters tall. Ladies and gentlemen, please welcome Karen Hunter Grigorian. And now his opponent out of the red corner, a professional Muay Thai artist holding a record of 8 wins and 3 losses. He stands 180 centimeters tall and weighs in 61.8 kilos. Fighting from Georgia, Daniel Samasmerte Arganashvili. And when the action begins, your referee in charge of the octagon is Mr. David Javachia. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ტარდება 70 კილოგრამის კატეგორიაში. იწყებს გრიგორიანი. კარგად. კარგი სერია იყო ახლა ქართველის მხრიდან. დაზვერვის გარეშე იწყება ბრძოლა. მარჯვენა ჰუკი გაატარა გრიგორიანმა. კარგად მუშაობს არგანაშვილი ფეხით, low kick-ით, რის შემდეგაც უკვე
ფრთხილებს ფოკუსირებული იყოს ხელის დარტყმაზე. კარგი შეტევა მუხლებით. დაშვებული არის წესებით იდაყვებით დარტყმა, რაც საკმაოდ სახიფათო არის ჩემი აზრით და ძალიან კარგად ამ შესაძლებლობას იყენებს არგანაშვილი. მუხლი გაატარა. ეს მარჯვენა მუხლი გაატარა გრიგორიანმა. კარგი აფეთქება იყო პირველ რაუნდში. წესების მიხედვით ბრძოლა არის დასრულებული, კი რეფერი ადასტურებს, რომ ბრძოლა არის დასრულებული და პირველივე რაუნდში გამარჯვებას ანიჭებენ არგანაშვილს. ეს არის ტექნიკური. მივულოცოთ არგანაშვილს ესეთი სწრაფი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ცოტა უკმაყოფილო იქნება, იმიტომ რომ როცა მებრძოლი დიდი ხნის განმავლობაში ბრძოლისთვის ემზადება, ესე მალე ბრძოლის დასრულება მაინც ცოტა მოსაწყენია ხოლმე, მაგრამ არა უშავს, მთავარი არის გამარჯვება, მივულოცოთ მაყურებელს, მივულოცოთ არგანაშვილს. აი როგორც აღნიშნე, წესებით არის დაშვებული იდაყვებით დარტყმა, რაც ძალიან სახიფათო, ამას ემატება მუხლებით დარტყმა, ჩემი აზრით, ტრავმა მიიღო, შეიძლება გაატარა ნიკაპში, მარჯვენა მუხლი გაატარა ნიკაპში და აი რატომღაც გონია რომ ცხვირიც დაზიანებული აქვს, მაგრამ შეიძლება უცდებოდეს. ადამიანის არსენალში ყველაზე მძიმე დარტყმად, აი საინტერესო მეცნიერული გამოკვლევა იყო, ითვლება მუხლით დარტყმა. ყველაზე დიდ ტონაჟი შეუძლია მებრძოლს გაანვითაროს მუხლით დარტყმით. ზუსტად ამით განსხვავდებიან მებრძოლები, რომ ბევრს არ შეუძლია პირველ რაუნდშივე აფეთქება, ამიტომ ამ შემთხვევაში რო გამოეყენებინა უფრო მეტად გადაადგილება და ფეხებზე მოძრაობა, უფრო დიდი ხანი გაგრძელდებოდა ჩემი აზრით ეს ჭხუბი, მაგრამ კი, როგორც ხშირად ხდება მოყვარულებში დაზვერვის გარეშე დაიწყო ბრძოლა. ექსტრატეგიული ხედვა ალბათ უკვე დროთა განმავლობაში, მაგრამ დასრულდა ბრძოლა ისე როგორც დასრულდა და მაყურებლისთვისაც ფიქრობ Declared the winner by knockout, Daniel Samasmente Arganashvili. შესანიშნავი გამარჯვება არგანაშვილის. მიულოცოთ არგანაშვილს ტექნიკური ნოკაუტით პირველ რაუნდში. მოგესალმებით ყველას. მადლობა შენს გამო ვინც მოხვედით დღეს დამაფასე და გვერდში დავიდექით. დიდი მადლობა თქვენ იგორ იმას და დიდი მადლობა ჩემ კლუბ გლადიატორს. ჩვენ კლუბში ნამდვილი გლადიატორები იზრდებიან და სადაც გავდივართ ყველგან ჩვენ ყველს დავებთ. ეხლა კიდე მე ამ ორგანიზაციაში ჩავატარებ ბრძოლა ვარ GFL-ის მებრძოლი იქ უმიზნებ თამარს, მაგრამ ამ ორგანიზაციაში დღეს მე ინივენ ჩხუბობს მე მაგ კენან ბაირამოვის ინტერესი. ერთხელ ბრძოლა ჩავატარე და ისე დასრულდა. რავი, გეცოდინებათ ეხლა რომ აღარ დავიწყო დეტალური საუბარი და მე ვთვლი რომ ვარ საუკეთესო და მე საუკეთესოებთან ჩხუბი მინდა. ამიტომ მომიყვანეთ საუკეთესო და ამ ორგანიზაციის კამარსაც მიავიღებ. Salam alaikum. Mən də şoka düşdüm, bilirəm. Belə bir şey mən də gözləmirəm. Döyülən yumruq yeməyə doymur deyirlər. Heç nə. İkinci təşkilatda döyüşərik. All right, this is a face-off.